მე ვარ კობა, აქ არის ღვინო, ამით ყველა კაი ხალხს გავამოჯოს. დღევანდელი ეპიზოდის თემა ღვინის შეფასება და საერთაშორისო ღვინის კონკურსები. თუ ვიცით უკვე თუ როგორ დავაგემოვნოთ ღვინო, კარგია ვიცოდეთ თუ როგორ შევაფასოთ იგი. ანუ მივანიჭოთ მას გარკვეული რეიტინგი. ეს ქულების სახით იქნება, მედლების სახით იქნება, თუ ვარსკვლავების სახით, როგორც ამას სხვადასხვა საერთაშორისო ღვინის კონკურსები აკეთებენ. რა თქმა უნდა, ეს შეფასება უნდა იყოს ობიექტური და არა სუბიექტური. ობიექტური შეფასება ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ ღვინოს ვაფასებთ და უწერთ მას გარკვეულ ქულებს, თუ ვანიჭებთ მას გარკვეულ ვარსკვლავებს, თუ მედლებს, თუ ასე შემდეგ, ის სხვებისთვის ადვილი ასაქმელი უნდა იყოს. კონკურსების უმეტესობა სხვებისთვისაც რომ ადვილად აღსაქმელი იყოს ამ ღვინოების რეიტინგი, გამოიყენებენ მედლების სისტემას. ეს მედლების სისტემა იწყება ბრინჯაოდან და თავდება ორმაგი ოქროთი, დიდი ოქროთი, ან პლატინით, ან ტროფით. ტროფი, ანუ თასი საუკეთესოსთვის, ან თასი გამარჯვებულისთვის. კონკურსები ამ მედლებს გასცემენ ძირითადად 100-ქულიანი შეფასების საფუძველზე. ზოგადად მედლების მინიჭება იწყება 80 ან 85 ქულიდან და 100 ქულამდე, რა თქმა უნდა. განვიხილოთ გლობალური მასშტაბით 4 ყველაზე დიდი და პოპულარული ღვინის კონკურსი. ესენია International Wine Challenge, International Wine and Spirit Competition, Mundus Wine და Decanter Wine Awards. საერთაშორისო ღვინის შეჯიბრი, ანუ საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იგივენაირად შეჯიბრიან კონკურსი, Mundus Wine-ია და Decanter ეს ჟურნალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის ჟურნალია, რომელიც ასევე ატარებს საკმაოდ წარმატებულ და საკმაოდ ცნობილ ღვინის კონკურსს. როგორც წესი, ცნობილია ხოლმე გარკვეული კრიტერიუმები ღვინის შესახებ, მაგრამ არ არის ცნობილი წარმოებელი, რადგან არ მოხდეს მიკერძოება და არ იყოს შემფასებელი სუბიექტური ამა თუ იმ ღვინის მიმართ და რაც შეიძლება სამართლიანად მოხდეს ღვინოების შეფასება. მოდით მივყვეთ თითოეული კონკურსის მედლების მინიჭების სისტემას ქულების მიხედვით. დავიწყოთ International Wine Challenge-ით. ეს არის საერთაშორისო ღვინის შეჯიბრი. 85 ქულიდან 99-მდე გაიცემა ბრინჯაო, 90 ქულიდან 94-ის ჩათვლით გაიცემა ვერცხლი, 95-დან 100-ის ჩათვლით გაიცემა ოქრო. ასევე ენიჭება გარკვეული სტატუსი, ეს არის მოწონება 80-დან 84 ქულამდე. რაც შეეხება International Wine and Spirit Competitions, აქ მედლების გაცემა იწყება 85 ქულიდან, 85-დან 99-ის ჩათვლით არის ბრინჯაო, 90-დან 94-ის ჩათვლით არის ვერცხლი, 95-97 არის ოქრო, ხოლო 98 და 100 არის უმაღლესი ოქრო. ასევე აქ გაიცემა თასი, საუკეთესოთა შორის საუკეთესო თავის კატეგორიაში. აქვთ ასეთი პრიზი. Mundus Wine. აქაც მედლების გაცემა იწყება 85 ქულიდან, 85 ქულიდან 89-ის ჩათვლით არის ვერცხლი, 90-დან 94-ის ჩათვლით არის ოქრო, ხოლო 95-დან 100-ის ჩათვლით არის დიდი ოქრო. Mundus Wine ბრინჯაოს მედლებს არ გასცემს და Decanter, ანუ Decanter Wine Awards. 86-დან 99 ბრინჯაო, 90-94 ვერცხლი, 95-97 ოქრო და პლატინა, 98 და 100 საუკეთესო კონკურსზე, ანუ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ყველაზე გამორჩეული. ასეთი შეფასება აქვს Decanters. რაც შეეხება იმას, თუ რატო ღებულობენ ღვინის კონკურსებში მონაწილეობას სხვადასხვა ღვინის სახლები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამით იზრდება როგორც მათი პოპულარობა, ან ცნობადობა მსოფლიო მასშტაბით, რა თქმა უნდა, რაც უფრო ცნობილ ღვინის კონკურსში მიიღებ კარგ შეფასებას, ანუ ოქრო იქნება ეს, ვერცხლი იქნება თუ თუნდაც ბრინჯაო, მით უფრო ცნობადი ხდება შენი სახელი მსოფლიო მასშტაბით ღვინის მოყვარულებისთვის იქნება ეს თუ უბრალოდ მომხმარებლებისთვის და ასევე ის უკავშირი, რომელსაც იღებენ ეს ღვინის სახლები იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც აფასებენ ამ ღვინოს, ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შემდგომში უფრო
სწორი მიმართულებით განვითარებისკენ და უფრო მეტად განვითარებისკენ. გარდა ამ საერთაშორისო და ცნობილი კონკურსებისა, რა თქმა უნდა, ასევე არსებობს რეგიონალური თუ ადგილობრივი კონკურსები, რომელშიც მონაწილეობის მიღება, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც უმეტეს შემთხვევაში იმ საერთაშორისო კონკურსებზეც ის ღვინოები აღწევენ ხოლმე წარმატებას და იღებენ მაღალ შეფასებას, რომელიც ადგილობრივ კონკურსებში იღებენ ასევე კარგ შეფასებას და წარმატებულები ხდებიან ადგილობრივ კონკურსებში. ასეთი კონკურსების არსებობა ძალიან უწყობს ხელს დარგის განვითარებას. ყველა ეს კონკურსი ადგილობრივი იქნება თუ საერთაშორისო, თითქმის ერთი და იგივე ასკულიანი სისტემით აფასებს, რომელიც ოდნავ შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ შინაარსი იგივეა, იგივე რჩება. საქართველოშიც არსებობს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ღვინის კონკურსები და აქაც საქართველოს სომელითა ასოციაციასაც აქვს შემუშავებული ასკულიანი შეფასების სისტემა, რომელსაც შევეცდები, რომ დღეს გამოვიყენო ერთ-ერთი ღვინის შესაფასებლად. დღევანდელი ეპიზოდის ღვინის დაგემოვნების ნაწილის პარტნიორია მეღვინეობა დეკანოზიშვილი. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი ღვინო დასაგემოვნებლად და შესაფასებლად. ჰოპ, და ჩემთან კადრში ჯადოსნურად გაჩნდა ღვინო. ეს არის მეღვინეობა დეკანოზიშვილი, წითელი მშრალი, 2017 წლის მოსავალი. იგი არის განსაკუთრებული მეთოდით დამზადებული. რა არის ეს განსაკუთრებული მეთოდი? ეს არის აპასიმენტო, რომელიც შეგვიძლია მარტივად რო ავხსნათ, გამომშრალი ყურძნისგან მიღებული ღვინო, რაც საკმაოდ რთული, შრომატევადი და ასევე საკმაოდ ხარჯიანია. ხარჯიანი იქიდან გამომდინარე, როდესაც ყურძენს ვაშრობთ, ანუ მას იქიდან აორთქლდება წყალი, მასში უფრო მეტად ყურძენში უფრო მეტად ხდება გარკვეული ნივთიერებების, არსებული ნივთიერებების კონცენტრირება, მაგრამ გამოსავლიანობა ძალიან კლებულობს და თავისთავად ხვდებით, რომ შემდგომ პროდუქციაც საკმაოდ ძვირდება, ანუ მისგან შექმნილი ღვინო. და შემდგომ ასევე ამ კონცენტრირებული წვენის გარდაქმნა საკმაოდ რთული პროცესია და ღვინოც უფრო ნაკლები რაოდენობით მიიღება, ვიდრე ჩვეულებრივი ყურძნის გამოყენების შემთხვევაში. როგორც მე მას ახლა საიტზე უყურებ, საინტერესო ფასი აქვს ამ ღვინოს, საიტის ლინკი, მეღვინეობა დეკანოზიშვილის საიტის ბმული განთავსებული იქნება ეპიზოდის ქვეშ, შეგიძლიათ გადახვიდეთ, წაიკითხოთ მასზე დამატებითი ინფორმაცია თუ დაგაინტერესებთ და ასევე საიტიდანვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ, შეიძინოთ და ისიამოვნოთ ამ ღვინით. ხო, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ღვინო არის 2017 წლის მოსავალი და ისეთი მეთოდით არის დამზადებული, რაც უკვე ვიცი და ცნობილია ჩემთვის, რომ სავარაუდოდ კი არა და ვფიქრობ, რომ რეკომენდებული იქნება დეკანტერის გამოყენება. დეკანტერს აუცილებლად გამოვიყენებ ღვინის დასაგემოვნებლად, იქამდეც გავსინჯავ დეკანტერის გარეშე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის, რომ შემდგომ უფრო უკეთესად გავაკეთო შეფასება. მოდი, გადავიდეთ ეტიკეტზე და წავიკითხოთ მასზე არსებული ინფორმაცია. რაც შეეხება ეტიკეტს, აღნიშნული არის, რომ 2017 წლის მოსავალია, წითელი მშრალი, თვითონ მეღვინეობა დეკანოზიშვილი, ასევე ალკოჰოლის შემცველობა 14.5, რაც არ არის გასაკვირი, რადგანაც ვიცით, რომ ყურძენი კონცენტრირებული იყო და შესაბამისად მასში არსებული სითბოც უფრო მეტად იქნებოდა კონცენტრირებული. ასევე რაც გამოარჩევს ამ ღვინოს არის ის, რომ იგი შექმნილია ორი მეთოდის შერწყმით. მის შესაქმნელად გამოყენებულია ტრადიციული ქართული ქვევრის მეთოდი, ძველ რომაულ მეთოდთან ერთად. მოდი წავიკითხავ კონტრეტიკეტზე არსებულ ინფორმაციასაც. იგი შექმნილია სამი ჯიშის გამოყენებით, ესენი არის საფერავი 68%, ოცხანური საფერე 22% და შავკაპიტო 10%. ძალიან საინტერესოა. ასევე დავარგებულია მუხის კასრებში. მოკლედ, რასაც ველოდები ამ ღვინისგან, უნდა იყოს საკმაოდ სხეულიანი და საკმაოდ კომპლექსური. გადავალ დაგემოვნებაზე, გავხსნი.
საცობიდანვე უკვე საინტერესო არომატები იგრძნობა. სანამ ღვინოს დეკანტაციას გავუკეთებ, მინდა რომ იქამდე დავაგემოვნო მცირე რაოდენობა დეკანტაციის, ანუ აირაციის გარეშე. ფრთხილად გადმოვასხოთ, ისე რომ თუ რაიმე სახის ნალექია წარმოქმნილი ღვინოში, ანუ ბოთლში, არ შეინჯღრეს ის. მაქვს ვარაუდი, რომ შესაძლოა იყოს წარმოქმნილი გარკვეული ნალექი. პირველი რაც შემიძლია დავასკვნა არის ის, რომ ღვინო ჯანსაღია, მაგრამ აუცილებლად ჭირდება მას აირაცია. ამისათვის გამოვიყენებ დეკანტერს. ჰოპ, დეკანტერი და მასთან დაკავშირებული ატრიბუტებიც სასწაულებრივად გაჩნდა ჩემთან კადრში. მოვახდინოთ ღვინის დეკანტირება. საკეთ გადავდოთ. ეს ღვინო შეგვიძლია გამოვიყენოთ. ჩავასხოთ დეკანტერში. კარგია. ხო, რისთვის გამოიყენება სანთელი? ეს ამას თავის დანიშნულება აქვს. რატომღაც თეთრი სანთელი ვერ ვიშოვე და მაქვს ლურჯი, მაგრამ ამითი მისი ფუნქცია არ შეიცვლება და რა არის მისი ფუნქცია? მისი ფუნქცია, აქვე აღნიშნოთ, არ არის ღვინის შეთბობა, როგორც ხშირად გონიათ ხოლმე. მას აქვს ერთადერთი დანიშნულება, იგი გამოიყენება შუქის წყაროდ. შუქის წყაროდ იმისთვის, როდესაც ჩვენ ღვინის დასხმას ვიწყებთ დეკანტერში, უნდა მოვათავსოთ ეს შუქის წყარო, ამ შემთხვევაში სანთელი, ისე რომ მისგან წამოსულმა შუქმა გაიაროს ღვინის ბოთლის კედელში და ღვინოში და აი ამ ადგილზე ბოთლის ყელთან დაახლოებით აქ, რომ ჩვენ ადვილად შევამჩნიოთ შესაძლო ლექი, რომელიც, რა თქმა უნდა, დასხმისას, როდესაც ბოთლი გადმოყირავებულია, მოდის ბოთლის ყელისკენ და შევწყვიტოთ თავის დროზე დასხმა ღვინის და ეს ლექი არ გადმოყვეს დეკანტერში თუ სხვა ჭურჭელში, რომელშიც ვასხავთ ღვინოს. შევეცდები ესე დამჯდარ მდგომარეობაში დეკანტირებას პირველად ვაკეთებ. აღნიშნავ და მოდი აბა ვნახოთ, ეს განათებაც კარგად მეხმარება და სანთელიც შვენივრად მეხმარება. მოდი, კი ბატონო, ყველაფერი წესრიგშია. ხო, სითხეში არ გვაქვს ნალექი, ღვინოს არ მოყვება. აბა ნახოთ ძირში თუ არის რაიმე დალექილი. შესაძლოა წარმოქმნილი ნალექი ისე იყოს გამაგრებული, რომ ძირში დარჩეს. არ არის. ძალიან ოდნავ შეიმჩნევა მცირე ნაწილაკების სახით. კარგია. დაველოდები ახლა ცოტა ხანი, დაახლოებით 10-15 წუთი. თქვენთვის ეს დრო, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად გავა. არ გალოდინებთ 10-15 წუთი.
რადგან უკეთესად გაიხსნას მისი არომატი და უფრო კარგად შეძლო დაგემოვნება და იმ არომატების და გემოს აღქმა, რომელიც ამ ღვინომ სრულად უნდა გადმოსცეს. როგორც დაგვირდით, თქვენ არ გალოდინეთ ეს 15 წუთი. გადავალ ღვინის დაგემოვნებაზე და მის შეფასებაზე. გამზადებული მაქვს შეფასების ფორმა. მზად არის ღვინო დასაგემოვნებლად. დავიწყოთ მისი გარეგნობით. შემიძლია თქვა, რომ ღვინო არის გამომჭვირვალე, აქვს საშუალო ინტენსივობის წრემლი, რაც შეეხება ფერს, 8-9 წლის ღვინო მე-9 წელშია და შესაბამისად მისი ფერიც იდენტურია წლოვანებასთან, იგი არის გადასული ლალისფერიდან ძოწისფერში, მუქი ძოწისფერია. გადავიდეთ არომატებზე. ფერის მხრივად შევაფასოთ და რა კრიტერიუმებით ფასდება იგივე, ანუ გარეგნობის მხრივ უпроსტად. სისუფთავე სუფთა, არ აქვს არანაირი მინარევები, შესაბამისად ქულას უწერთ. ფერის შესაბამისობა ასაკთან. როგორც უკვე აღვნიშნე, ფერის შეესაბამება ასაკს, რადგან ლალისფერიდან გადასულია ძოწისფერში და ღვინოც 9 წლის არის, საკმაოდ ხანდაზმული ღვინოა, ეს არ არის პატარა ასაკი ღვინისთვის. შესაბამისად აქაც წერთ ქულას. ფერის შესაბამისობა ტექნოლოგიასთან. რა თქმა უნდა, ფერი შეესაბამება ტექნოლოგიას, მუქი არის, რაც აღვნიშნეთ, ასე რომ აქაც წერთ ქულას. გადავიდეთ უკვე არომატებზე. არომატი, ესე აღვნიშნო, ამას უბრალოდ არ არის აუცილებელი შეფასების ფორმისთვის. საშუალოზე ინტენსიური, ან ზომიერზე მეტად უფრო ინტენსიური, უფრო ძლიერია, საკმაოდ სახასიათოა, რადგანაც გამოირჩევა არომატებს აღწერ ახლა, ესეც არ არის აუცილებელი შეფასების ფორმისთვის არომატების აღწერა, მაგრამ გამოირჩევა გამომშრალი ხილის და შავი ხილის არომატებით, როგორც არის შავი ქლიავი, შავი მწიფე ალუბალი, ქლიავის ჩირი, თუნდაც გამომშრალი ქლიავის ჩირი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არომატი, რაც კარგად იგრძნობა და საკმაოდ გამოკვეთილად, ეს არის შავი პილპილის არომატი, რაც დამახასიათებელია საფერავისთვის და არ არის გასაკვირი. შეფასებისთვის რაც ჭირდება, ეს არის ჯანსაღია თუ ზადიანი. აბსოლუტურად ჯანსაღია, აქაც იღებს ქულას, რა თქმა უნდა. განვითარების შესაბამისობა ასაკთან და გამოხატულების შესაძლებლობასთან. რაც შეეხება ამას, ამ პუნქტს, ცოტა დროში უნდა დავაკვირდე, ანუ პირველი მისვლისას რა არომატებით წამოიღო. კი ბატონო, კარგი იყო, ახლა მეორე მისვლისას ვნახოთ, მეორე არომატების შემოწმებისას. ერთიც კი ბატონო, განვითარებადია არომატები. ანუ რა არის ეს? პირველი არომატების შეგრძნებისას, როგორც აღვნიშნე, წამოვიდა ეს ხილის და სანელების არომატი, შემდგომ უკვე წამოვიდა კვამლის, ანუ შეიცვალა არომატები და განვითარებადია ასაკთან შესაბამისად გულისხმობს იმას, თუ როდესაც ღვინო ამდენი წლის დაძველებით არის უკვე, მასში რომ შეხვდეს ცოცხალი ხილის არომატები ძირითადად და არ იყოს ასეთი გამომშრალი ხილის ან დავარგების არომატები, ეს უკვე არ შეესაბამება მის ასაკს. თუ იქნება გარკვეულწილად ცოცხალი ხილის არომატები, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია და უკეთესიც არის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, არ უნდა იყოს იგი ძირითადი. ძირითადად უფრო უნდა იყოს დაძველების და დავარგების არომატები. კი ბატონო. ამ შემთხვევაში ეს არომატები შეესაბამება მის ასაკს.
და განვითარებასაც, გამოხატულების შესაძლებლობასაც საკმაოდ გამოხატულია იგი, აქაც იღებს ქულას, რა თქმა უნდა. გადავიდეთ შესაბამისობა ტექნოლოგიისთან. აქ არაფერი საწინააღმდეგო ამის მიმართ არ მაქვს, შეესაბამება ტექნოლოგიას. ანუ რა ტექნოლოგიას, როგორც უკვე აღნიშნული იყო მის კონკრეტიკეტზე, იგი არის კასში დაძველებული, გარდა ქვევრისა, ქვევრიც თავისებურ გავლენას რა თქმა უნდა ახდენს, ღვინის შექმნისას, კასრიც რა თქმა უნდა თავისებურ გავლენას ახდენს და ეს ყველაფერი შეესაბამება ამ ტექნოლოგიებს, ანუ ეს არომატები. აქაც იღებს ქულას, რა თქმა უნდა. კომპლექსურობა. კი ბატონო, კომპლექსურია. უფრო ცოტა მეტად კომპლექსურს ვისურვებდი, აქაც იღებს ქულას გარკვეულ გრაფაში, რა აქ არა. შემდგომ ამ ქულებს დავაჯამებთ და ნახოთ რა გამოვა. კომპლექსურობაში იღებს ქულას შესაბამისად და ბალანსი. ხო, იგივენაირად ბალანსიც უკეთეს ბალანს ვისურვებდი, ანუ სასურველი იქნებოდა ცოტა უფრო მეტი ცოცხალი ხილის არომატები რო ყოფილიყო, თითქმის უკვე გამქრალი არის ღვინოში ცოცხალი ხილის არომატები, ზირთადად მეორეული და მესამეული არომატები გვხვდება, რაც არ არის გასაკვირი და აბსოლუტურად მისაღებია, მაგრამ შესაბამის ქულას იღებს ამ გრაფაშიც. გადავიდეთ გემოზე. გემო. ამისათვის უნდა დავაგემოვნოთ. თქვენ გაგიმარჯვეთ. თქვენთვის საინტერესო სანახავი არ იქნებოდა ჩემი დაგემოვნების პროცედურა, ამიტომაც გამოვტოვე იგი თქვენთვის, მე რა თქმა უნდა დავაგემოვნე ღვინო. და გემოს გრაფაში აქ უკვე გვაქვს ჯანსაღი და ზადი. აბსოლუტურად ჯანსაღია ღვინო. შესაბამისად იღებს ქულას აქაც. იგივენაირად შესაბამისობა ტექნოლოგიასთან, კი ბატონო, გემოშიც ძალიან კარგად იგრძნობა კასრიდან გადმოსული არომატები, მოურგვალებული ტანინები, დახვეწილი ხავერდოვანი ავსებს პირს, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ ძლიერი და საკმაოდ სხეულიანია. სავსეა, ასე ვთქვათ, ისეთია ხორციანი ღვინოა, რომ ირთმე ძალიან სასიამოვნოა, თითქოს სუბუქად მიდის, მაგრამ ეს შეფასებისთვის არ ჭირდება, ის აღსაწერად ვიყენებ უბრალოდ. ბოლოს დაბოლოებაში ალკოჰოლიც უკვე თავის სიტყვას ამბობს, ისედაც ვიცოდი რა თქმა უნდა, რომ 14.5 ალკოჰოლი, მაგრამ გემოში კიდევ უფრო კარგად იგრძნობა ეს ყველაფერი. შესაბამისობა ტექნოლოგიასთან აბსოლუტურად შესაბამისია. აქაც იღებს ქულას რა თქმა უნდა. აქ არა, აი ამ გრაფაში. არომატების თანხმედრა გემოში. კი ბატონო, სრულად იყო, სრული კომპლექტი, რაც იყო არომატების ცხვირში, მისი არომატების აღქმისას ცხვირით, გემოშიც გადმოყვა და კიდევ უფრო უკეთესადაც გაიხსნა ის არომატები, შემიძლია თამამად თქვა. აქაც იღებს ძალიან კარგ ქულას. კომპლექსურობა. იგივენაირად კომპლექსურობაში დამატებითი არომატები არ გვხვდება. განვითარება. რაც შეეხება განვითარებას, კარგად განვითარებადია. და აქაც შესაბამის ქულას იღებს. გადავიდეთ დავარგების შესაძლებლობასთან. ეს ღვინო უკვე დავარგებულია, ასეთი გრაფა გვაქვს შეფასებისას. 2017 წლის მოსავლის არის და ჩემი აზრით აბსოლუტურად ზად არის მისართმევად. თავის შემიძლია ვთქვა, რომ აი თავის პიკშია და გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აუცილებლად დაიწყებს დაღმასვლას, ანუ წავა უფრო ნაკლები კომპლექსურობისკენ და ნაკლები ინტენსიურობისკენ, მაგრამ ეს პერიოდი ჩემი აზრით და დაგემოვნებიდან გამომდინარე შესაძლოა გაგრძელდეს დაახლოებით მინიმუმ 3 წელი მაინც.
ჯერჯერობით ისეთ ფორმაში არის ეს ღვინო. რა თქმა უნდა, ეს 3 წელი შენახვა არ მოგცემს რაღაცა უფრო უკეთეს ამ ღვინოში და ამ 3 წელში უმჯობესი იქნება თუ მივირთმევდით ამ ღვინოს. ასე რომ დავარგების შესაძლებლობა ამ ღვინოს აქვს საშუალოზე ოდნავ დაბალი და შესაბამის ქულას იღებს ამ გრაფაშიც. ბალანსი. გადასარავი ბალანსი აქვს, რაც შემიძლია ასევე თამამად თქვა, დიდი სიამოვნებით მივირთმევდი და მივირთმევ კიდევაც და სხვებსაც დიდი სიამოვნებით შევთავაზებდი მის დაგემოვნებას. შესაბამისად იღებს ქულას იმ გრაფაში, რაც ამ ყველაფერს აღნიშნავს. შეუსაბამობა ეტიკეტზე. თითო შეცდომა არის -5 ქულა. არავითარი შეუსაბამობა არ აქვს ეტიკეტზე, რაც იყო მოცემული, ის შემოხდა ღვინოში, ასე რომ ამ გრაფებს ცარიელს ტოვებთ. საერთო შეფასება. ხო, აქ უკვე ქულები უნდა დავაჯამო, ამასაც გარკვეული დრო სჭირდება და თქვენთვის ეს რა თქმა უნდა უფრო მალე იქნება, ვიდრე ჩემთვის. მოდი აბა შევაფასოთ, დავთვალოთ ქულები. როგორც ისევ შეგვირდით, თქვენთვის რა თქმა უნდა ნაკლები დრო გავიდოდა, ან თითქმის არ გავიდა. შევკრიბე ქულები და გამოგვივიდა 86 ქულა. რას ნიშნავს ეს? როგორც უკვე განვიხილეთ, სხვადასხვა ღვინის კონკურსები, საერთაშორისო კონკურსები და მათი შეფასების სისტემა, ამ შეფასების სისტემის მიხედვით თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიიღო ძალიან კარგი მედალი. ეს ძალიან მაღალი შეფასებაა, 86 ქულა. არავის არ ეგონოს, რომ რაღაცა დაბალია და ასე შემდეგ. არ არის ეს ასე, ანუ მედლის მიღება ზოგადად საკმაოდ რთულია ღვინოებისთვის. ანუ იმ ზღვარის გადალახვა, რა ზღვარიც სჭირდება მედალს მისაღებად, ღვინოს მედლის მისაღებად უბრალოდ. და ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელსაც პირადად მე ვიყენებ, გარდა არსებული მედლისა. ანუ ღვინო შეიძლება ასე ვთქვათ, მედალი ქონდეს მიღებული, ბრინჯაო, ვერცხლი, ოქრო, პლატინა თუ თასი და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთი პუნქტი. ეს პუნქტი არის მისი ფასი. ანუ შემიძლია ვთქვა, ფასის და ხარისხის შეფარდება. მისი ხარისხის აღმნიშვნელი არის მიღებული ქულა, უნდა შევაფარდოთ მის ფასთან. რასაც გვეუბნება ეს მეღვინეობა, იგი ღირს 70 ლარი. მოდი აბა შევაფარდოთ მისი ხარისხი, ანუ მიღებული ქულა ფასთან. გიკვირდებათ და კალკულატორს გამოვიყენებ. 86 გაყოფილი 70-ზე უდრის 1.22-ს. რას მაძლევს ახლა მე ეს ქულა მიღებული შეფარდება ან თქვენ? რაც უფრო მაღალია ეს რიცხვი ხოლმე, ანუ რაც უფრო მეტად არის 0-ის ზემოთ, 0.0-ის ზემოთ, მით უფრო უკეთესია. აქ გვაქვს 1.22, რაც ძალიან კარგი რიცხვი არის ფასი ხარისხთან მიმართებაში, ამ მონაცემსაც შევიტან რა თქმა უნდა, შეფასების ფორმაში. 86, ეს არის საერთო ქულა, რაც მიიღო, ფასი არის 70 და 1.22. ძალიან კარგი, მშვენიერი ღვინოა, დიდი სიამოვნებით მივირთმევ და გადავალ ეპიზოდის შემდეგ ნაწილზე, რომელიც არის ლეგენდები ღვინოზე. დავიმატოთ ღვინო. წავიკითხავ ამონარიდებს. დავიწყოთ. კაცითელთან შერევა ცოლიკაურის ჯობია თუ ციცქას გამოცდილება ის გაქვთ. არც ერთის ეს რა თქმა უნდა ერთ-ერთი პოსტი არის, ერთ-ერთი სოციალური ქსელიდან ადამიანს აინტერესებს კაცითელთან რომელიც შეურიოს რომელი ჯობია ციცქა თუ ცოლიკაური და
რა თქმა უნდა, თავიანთ მოსაზრებებს უზიარებენ დანარჩენები. აქვე ერთ-ერთი ეუბნება, რომ არც ერთის. ცოლიკაური ცალკე და რქაწითელი ცალკე. გაჭირვების ამბავია თუ არა, კი ვიცი, ცც პირველი რომაა. ცც ალბათ ციცქა და ცოლიკაური ერთად. ვიღაცას დააინტერესა, შაქრიანი აკეთებ თუ ნატურალურს. ნატურალური. მერე მაგას ვამბობ ერთის წვენი ცალკე და ადუღე მეორესი ცალკე და ეგაა რა. ალბათ ეს შერევაზე იყო პასუხი. ეს დაეთანხმა, მასეც შეიძლება. არაა ეგრე. ქაწითელის უფრო გაკეთილშობილება თუ გინდა, უნდა შეურიო ციცქა. ცოტა სიმჟავეს აძლევს და უკეტიც სასიამოვნო აქვს. ისე გემოვნების საკითხია. ისედაც არეულია ეს ქვეყანა. ეხლა ყურძენიც აურიეთ და გვეშველება. ვიღაცა პოლიტიკაში გადაიტანა. საინტერესო მოსაზრება. რას მელაპარაკებით, ქაწითელიდან და საფერავიდან წარმოიშვა ყველა ჯიში. ვიღაცა გამოიპასუხა, არა მარტო ჯიში, კაცობრიობაც. მიხუმრე ბატონო, უბრალოდ რთველია და უხდება მრავალს დაესწროს ყველა მევენახე მეღვინე. გაგიმარჯოს ღმერთმა. აბა, ციცქასი იქნება ცოტა ჩვენსკენ შემოაბრუნოს იმერეთისკენ. აქ ვიღაცას დააინტერესა იმ პოსტის ქვეშ კომენტარებში. ქუთაისის ფასები ხომ არ იცით, ბარემ ვიკითხავ, ბარემ იკითხა და უპასუხეს კიდევაც. ციცქა აშკარად რქაწითელთან. აშკარად ჯობია, ვიღაცა მურჩია. ციცქა კაი არომატს მისცემს. ციცქა რქაწითელთან კი არა და ნებისმიერ საღვინე ჯიშთან მაგარია. ქაწითელთან კახური მწვანეა კარგი. შარშან შეურიე 75-25 მშვენიერია. ციცქა, ციცქას აქებენ, როგორც ჩანს. ქაწითელთან კარგია ჩინურის ან მწვანეს შერევა. გააჩნია როგორი გინდა დადგეს, თუმსუბუქი ციცქა. ცოლიკოურს და რქაწითელს ვურევ 60-40-ზე მეტი ცოლიკოურით. ძალიან მაგარი გამოდის. ციცქა არ მიცდია. ვიღაცას აინტერესებს ან ერთს რას ერჩი, ან მეორეს. რატო ერჩის? ვერ მივხვდი. ჩინური, ჭყაპა, პინო. ეს სამი ჯიში ჩამოუთვალა. მე შევურიე ციცქა და რქაწითელი და ცოტა მანავის მწვანეც. ღვინო დადგა ისეთი, რომ კიდევ ვაპირებ იგივეს გაკეთებას. აქ ერთი რაღაცა უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად. ჯიში მანავის მწვანე არ არსებობს. მანავში არის მწვანე კახური. მანავის მწვანე, ანუ მანავი უფრო სწორად არის ადგილწარმოშობა და არა ჯიში მანავის მწვანე. გავითვალისწინოთ ეს აუცილებლად. ერთი საინტერესო მოსაზრება. იმერეთში გავსინჯე ქაწითელს შერეული ციცქა და ვთვლი, რომ ორივე გააფუჭეს. არც ქაწითელის დარჩა არაფერი თავისი და არც ციცქას. უბრალოდ ციცკა წერია, მაგრამ ციცქა თუ კითხულობ, იმიტომ რომ ჩემი აზრით ციცქაა და არა ციცკა. რქაწითელს მანავის მწვანე თუ მოუხდება, ან სხვა რამე, კახური. ციცკა ცოლიკოურს ერთმანეთში თუ აურევ, ის აჯობებს. მე არ გირჩევდი და გონი ღვინის მცოდნე კაცი ქაწითელს ციცკა ცოლიკაურში არ აურევდა. თავისი მოსაზრება აქვს ადამიანს. ფერიც უცნაური აქვს, არა ბუნებრივი, არ ვიცი. ვერ ვიხსენებ პირადად მეც თუ მაქვს მსგავსი რამ გასინჯული, ქაწითელი და ციცქა ერთმანეთში შერეული. გეთანხმებით ნამდვილად, არც კახური და არც იმერული ფერი არ ჰქონდა. ოღონდ არ ვიცი ეს კახური და იმერული ფერები რომლებია. ყველაზე უცნაური ის იყო, ერთ-ერთმა მითხრა შაქრის მაგივრად ქაწითელი შეურიო. წარმოიდგინეთ რა მეღვინესთან გვაქვს საქმე. საშინელება მომხდარა. ადამიანს შაქრის მაგივრად ქაწითელი შეურევია. რა მეღვინესთან გვაქვს საქმე, აზარზე არ არის. არ ჯდება ერთმანეთში. ციცქას ნაზი ბუკეტი აქვს და საერთოდ აღარ იგრძნობა
კარგი შედარება, კარგი რა, ესე იუმორის თვალსაზრისით, თორე კარგი შედარება ჯიშების თვალსაზრისით არ არის. აჯობებს კაცითელი ცალკე დაწუროთ და ციცქა ცოლიკაური ერთად. ციცქა არის შამპანურის მასალა. ნახევარი ნებისმიერ ყურძენთან მიდის. შენ კაცითელი სულ არ გააფუჭო, დაგიმჟავდება ალბათ. ციცქას არ ჭირდება არაფრის შერევა, თუ გიყვართ რბილი და ხავერდოვანი ღვინო. კაცითელს კრახუნა შეურიე, შარშან 20% იდეალური ღვინო დადგა. კაცითელს აქვს კვეთრი გემო და ბუკეტი. 1/3 წილი 19 გრადუსიანი ციცქა არომატისთვის არ იქნება ცუდი. როცა არ იცით, ნუ წერთ. ვიღაცამ შეუტია აქ. კაცითელი 50%, 35 ცოლიკაური და 15 ციცქა. იდეალური ღვინო გამოდის და შერევა დასაშვებია. მოგლეთ, სულ ეს იყო დღევანდელი ეპიზოდის ლეგენდები ღვინოზე ნაწილიდან კომენტარები და პოსტი. აქ არის ღვინო, ამით ყველა კაი ხალხს დროებით გემშვიდობებით.